ისლანდიური ვულკანი ეიაფიატლაიოკუდლის აქტიურობა შემცირდა და სანამ ზოგიერთი ზარალს ითვლის, მეცნიერები ევროპის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ბუნებრივი კატაკლიზმის გავლენის შესაძლო შედეგებზე ფიქრობენ. დიდ ფრანგულ რევოლუციას ისლანდიური ვულკანის ლაკის ამოფრქვევა უსწრებდა წინ. ლაკის გააქტიურებას ისლანდიის მოსახლეობის მეხუთედი ემსხვერპლა. გარდა ამისა, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობა გაიზარდა. ვულკანურმა ფერხმა კი ცუდი მოსავალი და ევროპის კონტინენტზე მასობრივი შიმშილი გამოიწვია. ემანუელ გარნიე, ისტორიკოსი, ფრანგული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კლიმატის სპეციალისტი და ამინდის ანომალიების შესახებ წიგნის ავტორი. უდავოა, რომ ისეთმა ბუნებრივმა მოვლენებმა, როგორიცაა ვულკანების ამოფრქვევა, გვალვა, წყალდიდობა, ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მაგალითად, 1788 წლის ივლისში საფრანგეთის პურისყანები გადაუღებელმა წვიმამ გააფუჭა, მთელი მოსავალი განადგურდა. ისტორიკოსები წერენ, რომ მომდევნო 1789 წელს ფრანგული რევოლუციის დასაწყისის წინ პირველი საპროტესტო გამოსვლები არა ვერსალის სასახლის წინ, არამედ პურის საცხობებთან დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობას პური არ ყოფნიდა, ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის, ამბობს გარნიე. ევროპული საჰაერო სივრცე ფრენებისთვის უკვე ღიაა. ისლანდიაში კი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პირველად დაიხურა დედაქალაქის აეროპორტი. რეიკიავიკი ვულკანიდან 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თუმცა აქამდე ფერფლის ღრუბელი ისლანდიის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მოძრაობდა. Los que están cerrados y lo estarán hasta esta tarde-noche.